რაც შეეხება ქართული მედიცინის ფენომენს, ამას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. აი ესეთი რამე არსებობს უნიკალური მცენარე, რომელიც შეიძლება ყველასთვის კარგი იყოს მაგალითად თუ. გლერძი მაგალითად. გლერძი. ესეთ ნაგვსებური გლერძი, რომელსაც გვერდხარ პრაქტიკულად ნაკლებად აღუდგა, ნუ ეს არის უნიკალური საშუალება. სახელმდებებიც როგორი საინტერესოა, ანუ გვაქვს ჩვენ ქართულ კულტურაში ხო ამათ. რა თქმა უნდა, ქართული მაგალითად არის უნიკალური წიგნი მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონი. მსოფლიოში უნიკალური წიგნი. რამ ხელას იკეთია ამ ყველაფერში მოქცეული. რატომაც ეძახიან არატრადიციულ მედიცინას? არ პირიქით არასაც ქვია ტრადიციული მედიცინა. დღეს ვაკეთებთ გადაცემას სამკურნალო ბალახებზე. ძალიან საინტერესო თემა არის. ეს თემა მაინტერესებს მე უდიდესი ხანია. და სტუმრად ვიქნებით დავით ვაშაძესთან, ფიტოთერაპევტთან, რომელსაც აქვს საკამაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება და მისი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება პირადად ჩემთვის ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც და გამოიყენებთ საკურნებლად სულისა და ხორცის. ძალიან კეთილ სურნელება ტრიალებს. მე მგონი ეს სურნი სამკურნალო შემოვედით ვარ, აი რაღაც ცოტა დამშვიდა გონება, დაღლილი, მთელი დღის დაღლილობა რაღაც ჩავიდა და ცოტა მოვდუმდი კიდევაც და მე ცოტა მოდუნებული შეიძლება ვიყო და ეს ყველაფერი სამსახურება, ხო რაც ხდება ღმერთოც შეყოლა. სცენარები ეს, ნუ პირველი განწყობა თქვენ ეს სურნი, ეს სურნი არის ეს არის აკროლებული ეთერზეთ სხვა მცენარებისაგან და იქნება გარემო ძალიან სასიამოვნო. დღეს ეს საკედარგია, ამას ქვია არომოთერაპია და გამოიყენება მსოფლიოს ძალიან ბევრ სახელმწიფოში, თვალს პრესტიჟულია და თვალსაჩინოს ესეთი არა ადვილად ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ შექმნა სურნში ეს თქვა გარემო ჰაერში. თქვა და ეს იყოს ყველა ესეთი აკროლებული ესეთი სურნი. სამკურნალო მცენარეების ეს არა ესეთი იული გასაკეთებელი, ამასაც მოეთხოვება ხარისხიანი მცენარეები და ნუ ფაქტობრივად გარემო შექმნა. ეს არომოთერაპია, დარგია მთელი მკურნალობის სუნთ. და სუნი ესე თუთა ეთერზეთი აკროლებული მედიკამენტები მიიღებს სუნთქით პროცესს. თქვენ საკეთებთ ეთერზეთებს თუ არა? არა, ეთერზეთები რა ხდება, ეს თვითონ გარემოში, ამ გარემოში ყოფნა თავის ყოფს განგაწყობს კარგად და გიმშვიდებს ნერვულ სისტემას თეთრ. თავისთავად საქმიანობას ესე. ანუ ტყუილად არ მიგრძნობს. არა, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის განწყობა პაციენტს ექიმთან ვიზიტი ყოველთვის მიზის ახსნა თავის ესეთი ემოცია და დაძაბულობა ადამიანის ხო? გაიქნა როგორ დიაგნოზით მიდის, როგორ ხდება ექიმი და ექიმის ამწუნებით არაფერი მასზე არ არის სასიმბოლო, როცა შეგიძლია ადამიანს უმკურნალო და განკურნო და მოარჩინო მისეს სწორი მმართველობა. როცა რთულია, როცა არ შეგიძლია თქვა ამოწურავად ის და პრობლემა გაუქმდა, თქვა რაღაც უპასუხო აღუხსნა, რომ როცა რთული საკითხია. აქ რა ხდება? რამდენი სახეობის მცენარე ვარ? დასახელებით რა ხდება ზოგადად, როგორ რაღაც ეს საკურნალო მცენარეებია 300 მეტი დასახელება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ექიმი 100 მეტი რაოდენობა მცენარეებს უფრო განსწავლი და კომპეტენტურია. არის ურთულეს სწავლები, რომელიც შეიძლება გაკეთო 3 მარტივი კომბინაციით მცენარეთ, შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ დააჭირდეს 10 და 12 მცენარე. კატეგორია მცენარეების, რომელიც იხარჯება თქო წლის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით. რაღაც მცირე რაოდენობით, მაგრამ თუ საკჭირდება, ის თქვა რაოდენობით თუ არ გექნება შედეგს ვერ მიიღებთ. ეს ცოდნა თქვენ საიდან მიიღეთ? სადმე ისწავლეთ თუ
რაღაც სიზმარში გაგეხსნათ. სიზმარში ვერ გამოსცენ, ბატონო. სიზმარში. საერთოდ ზოგადად დარგი ესაც ქვია ფარმაკოლოგია, ფარმაცია, ამას იცით თემას ჩვენთან სამწუხაროდ ვერ მექიმას არ აქვს ნაკლებად აქვს ინფორმირებულია, თქვა რა არის არსი, ყველა მედიკამენტის შექმნის. საერთოდ სოფლიოში ყველა მედიკამენტის საწყისი ფუძე ეს არის ან მინერალი ან მცენარე. საქართველოში გვაქვს ესეთი უნიკალური კვლევითი ინსტიტუტი ფარმაკოქიმიის ვარშავაში, ვინც დააარსა იოელ ქუთათელაძემ. წელების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალბატონ ეთერ ქემერტელი, ამჟამად ცოცხალია, მგონი 100-ზე მეტი ხნის არის და უსულო ჯანმრთელობის ესე. ეს არის დაწესებულებაც იქნება ახალი მედიკამენტი, ან გადამუშავება ძველი სასოფლის გაუმჯობესება ხდება. მედიკამენტი წამლის საწყისია მთელ სოფლიოში მინერალი ან მცენარე ყოველსახელს, ხო? აი დღეს ნებისმიერი წარმატებული ექიმი, ვინც შედეგს დღეს იღებს, ნებისმიერი კუთხით მაგალითად, ხო? ეს ვთქვათ იქნება მძიმე დაავადებები, იქნება ონკოლოგია, იქნება თუ მარტივი თუ ნებისმიერი აბსოლუტურად, ხო? ყველა მედიკამენტი იქნება მიიღოს შედეგი წარმატებულ ჯგუფმა, ხო? ვინც რა თქმა უნდა იღებენ ამას დიდ ქებას და მაგონეს ყოველთვის სასიხარულო არ ექიმის შედეგი, მაგრამ არასდროს არავის არ ახსენდება, როგორც რითი მიიღო ექიმის შედეგი, ხო ეს არის წამალი, მედიკამენტი. არავის არ ახსენდება, ვის შექმნეს მედიკამენტი. ზოგ შემთხვევაში ხდება, აი მედიკამენტი თქვას მუშაობს რაღაც ჯგუფი, 15, 20 წელი, 10 წელი შექმნეს მედიკამენტი, მიიღეს ტაბლეტი და უკვე ეს შედეგი ეწერება ექიმს. ამბობს ხო? თუ არ იქნება ხარისხიანი წამალი და ესეთი დახვეწილი მიმართულების მიცემით მექიმის შედეგი იქნება 0 აბსოლუტურად. აი თქვენ რატო გადაწყვეტეთ ამ მიმართულებით რომ წასულიყავით? იმდან საინტერესო თემაა, ხო, თუ კი ამას ერთხელ მაინც შეეხებით, ძალიან ძლიერ დაანება მე რო კვეთავი, ხო. თქვენ არ ყოფილიყავი ჩემი მოთხოვნა, მე ყოფილიყავი სხვებისაგან განსხვავებული ექიმი, არის დარგი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. ძალიან მოთხოვნადია, ძალიან ეფექტურია. ამას ესე ქვია, წამამცოდნეობა. აი გადაიცვალა სამწუხაროდ იყო ბრწყინვალე პიროვნება იყო. კარსტატა სალუქვაძე, ეს იყო ნომერპილი აფთიაქის დირექტორი. ხობის ბოლომდე განსხვავებით გარდაიცვალა. ამას ლიტერატურა არათუ ქართული, ნუ უცხოებში შესწავლილია. ყველა წამლის საწყისი, მინერალი ან მცენარე საწყისი ყოველთვის, ხო? და აი შემოშობილი მედიკამენტი, მე ინერგება უკვე და ეს არის ნუ ძალიან ესეთი თემა რა, ამოუწურავი თემაა საერთოდ. და რა თქმა უნდა, გინდა რომ დარგი არ დაიკარგოს. თქვათ მოვიდა თქვათ დაავადებული C ჰეპატიტით, B ჰეპატიტით, ქრონიკული ფა ნებისმიერ თქვათ იქნის პრობლემა არის, ხო? მე უხდი რომ ეს მე გაიცემა ჩემგან მიღებული მედიკამენტი და ამ შემთხვევაში ჩემი კონტროლი უნდა იყოს იმ დარგის სპეციალისტი და ვქო უროლოგიურ განხრით, ხო? შედეგს მე მიკონტროლებს უკვე უროლოგი და ლაბორატორია. ან კარდიოლოგი, ან გინეკოლოგი, ხო? ან ჰეპატოლოგი, ან ინფექციონისტი, ხო? შედეგობა იყოს იმიტომ რომ ვქოთ პაციენტ რაღაც სათანადოდ ვერ მოუყვა ექიმს, ან ექიმი ვქოთ ვერ მოისმენა ეს ანალიზ მარაჩვენა, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში მიდგომა ესეთი არ უნდა დაიკარგოს დრო. ზოგადად თუ გინდა თუ ესე იგი რომ საერთოდ კი გვინდა ყოველსად ქონდა გვინდა რომ იყოს ესე იგი მოკლე დროში შედეგი და კარგი შედეგი, არის პირველი სწორი თერაპიული დიაგნოზი, ხო? თერაპიის შენაგანისნეულობა და პაციენტს ვქოთ გასაუბრების შემდეგ ადგენს, მაგრამ მე ნებისმიერ ექიმის გივი არ ახალი, რომ პაციენტმა არ დაკარგოს დრო. და თანხამის, ხო? მაგრამ სწორი მიმართულება. ძალიან არის ხომ ბევრი შემთხვევა, რომ პაციენტი დავქოთ მოდის ყოფილი და გეუბნება, რომ თქვენ კი არ მიმკურნალეთ, რა სწორი მიმართულება მომეცით. ხო? გადამისამართებ დარგის შესაბამის სპეციალისტთან. ისევ და ისევ დიაგნოზი სწორი მიმართულება. ეს არის არსი მედიცინის საერთოდ. რომ ნახოთ დავქოთ ძველი ქართული მედიცინა, ხო? ლიტერატურაში ჩვენ ბევრი არ დაგვჭირ, მაგრამ გვაქვს ეგეთი. ფალახკატილის სამყაროა კარაბადინი, ხოჯაყოფილის კარაბადინი, წინის სააქიმო კოტეშვილის დაქტორის გამოსამული, ხო? ნებისმიერ დაავადებაზე იქ საუბრობს 4-5 ექიმი. კონსილიუმია, გამოყავს ერთუაზე და ნაძლევ მიმართულებას. რაც შეეხება ქართული მედიცინის ფენომენს, ამას სოფლიოში ანალოგი არ აქვს საერთოდ. რას გულისხმობთ? რითი არის ეს ხელწერა დავქოთ, ხო? ეხლა ძველ საქართველოში მაგალითად ლიტერატურას თუ ნახავთ, საქართველოში თუმცა ესე იგი, ნუ ოსა მაშინ თქვა არ არსებობდა საზღვრის ესე იგი ჩაკეტვა, ნუ დუშები გობით ყომის გამოყოფილიყო, ხო? ვთქვათ, აი თბილისში მაგალითად გვაქვს ლიტერატურა, ვთქვათ, მე-17 საუკუნეში, მე-18 ან უფრო ადრე, ხო? აი ეგრეთ წოდებულ დუქნებში ყველა დეფიციტი არ არსებობდა. დავქოთ, იყო თქვა რაღაცა შემოტანი აფრიკიდან, ინდოეთიდან ჩრდილოეთ პოლუსთან დავქოთ ლომოშაპის შეყო რაღაც ხო იმიტომ მისლომოსთან ქარავნების ისე იყო ვაჭრობა განვითარებული პრობლემა სიტყვა დეფიციტი გახდა მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის შემდეგ რაღაც დეფიციტი შეიქმნა ხო ასე რომ თუ ექიმის გასწავლება ქონდა ხო მას ხელს ქონდა ყველას მედიკამენტს საშუალებას თქვა უნდა გამოეყენებინა და იყო ურთიერთგასვლა აზრების ესე იყო ხო თქვათ აი გვაქვს ძალიან კარგი სამკურნალო წიგნი არის თქვათ სამკურნალო კარაბადინი და ეს იყო ესე დავით მეფე ნუ რომელიც მაჰმადიანობა მიიღო წიგნის საქმე მაგესასარი და თვითონ აი თქვა გამონთარგმნა და ქართველებს გამოუგზავნა თქვა რა უნიკალური წიგნის ვარსაბეფიზმარი ყოს რაღაც
და აი ვთქვათ შეენახა. მე გასვლა იყო თქვათ რეცეპტურების რაღაც ერთად ძალიან ბევრი საშუალება მკურნალობის მეთოდიკა მაგალითად თქვათ აი თქვათ რომელიც ერთდაიგივეა თქვათ აქ თქვათ ქონა ავიცენას იგივეა ქართული თქვათ რუსულში სლავიანური შუააზიური მაგრამ არის საკენ განყენებული მიმართულება საქართველოს ანალოგი არ აქვს სოფლიოს საერთოდ რა საქართველოს სამწუხაროდ კომუნისტების პერიოდში ხო ეს იკრძალებოდა იდევნად ნადგურდებოდა მიზან მიმართულად ყველა ლიტერატურა სამკურნალო პირდა მიზან მიმართულად განადგურებული იყო სამკურნალო ლიტერატურა ხო დაარჩა ძალიან შეზღუდული რაოდენობის ლიტერატურა რაღაც რაოდენობის წიგნები ეს გვაქვს ინფორმაცია რომ დევს ლენინგრადის ხელმწიფეთა ინსტიტუტში რომელსაც დღემდე ჩვენ უფლება აქვს ეს წავიკითხოთ მაინც რა რუსების მეთოდიკა ხო იცით მილზა არ ვიცი პავლოვშანა დამთავრდეს ხო ალბათ ჩვენ გადაცემს ნახეთ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი ხო არ შეგაკეთეთ ამ რაღაცა ხო ნიკოკელი ოჩიაური ვინც რაღაცა ხო ხო დიაგნოსტირება თავის ტვინის თქვა თავის ტვინის ტრამვის შემთხვევაში ქართული მეთოდიკა მიდგომის თქვა დღესაც საჭირდება ტომოგრაფია და რაღაც ხო მაშინ მეთოდიკა იყო თავს ეს უღებდნენ თვას იპარსებოდა აფენდნენ ხელმძღვანელს და სადაც გაშრებოდი ეს ადგილი იყო ანთებად შედება მაღალი ტემპერატურით ხო ამე მოკლედ მოგობი თავს რაღაც ამაზე კანადელ მეცნიერებს გაუცებული არიან ხო მაშინ პროფესორ კანადელი იაპონელი ორი მიდგომა მარტივ რაღაც ხო ტრეპანაციები თავის ქალის კვეთა ეს რაღაც ამას ანალოგი არ აქვს ხო თქვა ესე იყო ლიქოკები თქვა ძვლის ტუბერკულოზის შემთხვევაში ნეკნის ძვლის ამოღება რაღაც სეგმენტურად ხო აი კითხულობ ამაზე დაუჯერებელი რაღაცაა მეც საკუთარ ქართულ მედიცინაში შევლიქვა მიუთითო გვერდი და ხალხს ამ შემთხვევაში ზეპელთ არ მახსოვს ბუნებრივია ხო თქვა აი დიაგნოზი იწყებს 2-3 ქიმის საუბარს ხო აი თქვა სიტყვა კათეტერი ყათატერი მაშინ გამოიყენებოდა თქვა ნახავ თქვა 2 წელს მკურნალობა შედიოდა წამალი ჩაბეული პირით ხო როცა თქვა აი ხდებოდა თქვა აი პირდაპირ თქვა ოდეს თქვა შხამიანი ის არის მოხდეს ადამიანს ხო დააჯდომა დაბერვა სახე და ზუგი ტვინდა სითხის სახეობა თან ეს არის ძალიან ჩამოყალიბებული ფუნდამენტალურად არ თქვა გაყვეთ ნამბობი არა რაღაც ხო ქალით ტრეპანერებული თავის ქალებს საქართველოს ძალიან ბევრი ნანახვა ამოკვეთ რაღაცები და მე ინსტრუმენტები სამკურნალო ქირურგიული რაღაცას ანალოგი სოფლიოში არ აქვს ამას ხო ქართული მცენარეების კიდევ ხარისხი ეს არის სოფლიოში ერთ-ერთ ნუ თქვენთავს მოგსა კავკასია და მე კავკასია ეგეთ რაღაცა აი ვინც აღმათ ამ დაკვირვებულეთ ხო მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი თქვა ინგლისია საფრანგეთი ისრაელი თუ რაღაცა საბერძნეთი ამიშლობას რაღაც ხო ნუ თვალი მაინც შემისფრო გამერბის ყოველთვის მცენარეებისკენ ეს რაღაც ხო გეტყვით რომ აი იშვიათად ნახავთ რა თქვა იგივე ერთდაგები მცენარე იყოს ეს მაგალითად როგორც არის საქართველოში. ესე თქვა ფერი, ცური და არომატი. ინტენსივობა? არა, თვითონ ხარისხი ხო ისე სადაც საუბარი არ არის, რაღაცა ინახე თქვა აი მინახება აზერბაიჯანში, სომხეთს თქვა სომხეთ მაგრამ რაღაც კავკასიის მონაკვეთი რაც არის, აქ არის შეუდარებლად მაღალი ხარისხის. ამას ემატება რომ საქართველოს ძალიან ბევრი მცენარე ენდემური სახეობა, რომელიც მხოლოდ საქართველოშია და სოფლიოს ყველგან არსად. ეს ენდემები ყველა ქვეყანას აქვს, თქვა რუსეთი არის უმდიდრესი ამ შემთხვევაში, რაც იმბირი, ჩინეთის, კორეას, აფრიკას პორტუგალიას და ამას ყველა ქვეყანა თავისი აქვს აბსოლუტურად მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთად და განუმეორებელი. ჩემი მეგობარი ინდურ მედიცინას სწავლობდა ესე დისტანციურად ონლაინ კურსის და დავალება იყო ეგეთი რომ რაღაცა მცენარეების სია მისცეს და უნდა მოგეძიებინა იქიდან რაც ხარობს შენ რეგიონში. ის იმათი გამოყენება შეგეძლო და მასწავლებლიო გაგიჟებული იყო როცა მივეცი სია რომ თითქმის ყველაფერი მოდიოდა აქო და შოკი ქონდა. ესენი ქართულია ყველაფერი. ქართულია ყველაფერი აბსოლუტურად. როგორ ხდება ამათი მოპოვება? აქ მაგალითად მარტინ ბაუერის ფილმას და მქონდა თავისი დასაქმებული მუშები და შექმნილი თავისი ბაზა, კვალიფიცირებული მუშახელი და ამას ყველაზე მარტივია. პირველი რაც მოეთხოვა მცენარის მოგროვებას არის რომ ადგილი უნდა იყოს სუფთა. აი დაშვებული ტრასტი 2-3 კილომეტრი და მოკრეფილი იყოს შესაბამის დროს. აი დავქოთ თქვა რაღაც ყავის მარჩი. მე თუ დავგვენებ ის მოგროვებას დავედო 1 წელი. წავით აღარ არის დამთავრდა ეს ხოლმე. მეორე ხარისხი ხო? ჩემთან მაგალითად როგორ ის არის მაგალითად აი გავჩვენებთ აი ჩემს გადაიღოთ როგორ კეთება წამალი. ყველა პაციენტს უკეთება მიზნობრივი პრეპარატი რაღაცა ხო? აი თქვა ვიტყვით პირველი ფერი, სუნი უნდა ქონდეს როგორც გუშინელი მოწყვეტილის ისეთი. რაღაც ხო? ვიზუალი ხო? ეს განაპირობებს მის ხარისხს. ხო? რაღაც თქვა ფერი აქვს ძალიან ლამაზი, რაღაცა თქვა მე უნდა ქონდეს შესაბამისი სუნი, აი გუშინელი რაღაცა ხო? და ხო? რაღაც უნდა იყოს თუ ეს შენ ხარისხი გაქვს კარგი, წამალის ბუნებრივად იქნება ძალიან კარგი. ესენი რა გაქვს ახლა? ხო იმერა ლამაზია. 1 წლის არის დამთავრდა. ხო აი ხარისხი. სახელები რა ქვიათ? ეს არის ნეკუტოვარი, ნეგო უკტავა, ბესპეჰლიკე ფარენარიო, ეს არის შაფრანი ჩოვლებული, ხავარტი ქართულა და ამას ქვია ძირწითელა. ძირწითელა? კი, და ქართული კრაზანა, ხო? კრაზანა ეს სოფლიოში, ამაში ნივთიერება იმანინ, რომელიც არაფერში არ არის საერთოდ, მარტო ამ სცენარეშია, მე არაფერში არ არის. თავისი დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი ეგეთ რაღაც არის, თქვა მარტივი რაღაცები თქვა ხა აი ვიღოთ ბარამბო მაგალითად ხო?
თვითონ ვიზუალი არ არის კაფის ჩამწეს, მაგრამ მოდომ მოხაზოთ, ხო? ნახეთ აი ეს სუნი როგორი ექნება, მაგალითად, ნახე, ლიმონის სუნი ჩავშახ. ვაუ! თანამ ხელს სიხარულია მცენარეებთან ესეთი ურთიერთობა. აი სალბი, ქართული სალბი რაღაც ეს უნიკალურია ამ შემთხვევაში. თუ ფერი და თუ სუნით. ვაუ! აი ნარევი დაკეთებული ესე კეთება რაღაც ვთქვათ იფხუნება რაღაც ესეა ხო და თეორიაში პაციენტი ჩემ შემთხვევაში ყოველთვის ხედავს მას რა ხარისხის სცენარები მიაქვს აუცილებელი პრობლემა ხარ ჩვენ გნება ჩაიწერეთ პრობლემა არ არის რეცეპტორ არავის არ იმანებოდ რასთან როგორი პროპორციით შეურე ამაზე დამოკიდებული რა თუ შენ მიიღო რაღაცა რაც არის ყოველშილება დაუხლა გმირა თუ კი თავისქვენ დავფუნე დავაქუცვაცებთ მივიღეთ თქვა ესე იგი ხო და არის აპარატი თქვა ამას ფხნის ხო აი დაიფხნა და გახდა ესეთი ერთგვაროვანი მასა ხო ნახეთ ხო მას თუ დავპრესა ტაბლეტი ჩაღვრი კაფსულა მორჩ უკეთებ გარდა ესე ტაბლეტი მორჩ მე ფორმულას ამ ფყიდი და მას უნდა მიიღებს სინთეზურად ამ ბუნებაში მოიპოვებს ესე ყველა წარმოსაწყისი სინთეზურსა და ამათ შორის რა განსხვავება რა თქმა უნდა ახლა მაგის და ფორმულა ხო იდეაში იგივეა იახედე თუ მე აქედან შევეს გამოყო ფაქტური რაი დავხატ ხო აი სცენარი კრაზარა ეს აი მთელ სოფლიოში ყველაზე ცნობილი სცენარი გავრცელებული მასვა მიანჭერენ რომ ეს ნუ ესეთი ხალხური თუ არჩენს 99 დავადე რატომ ამიასეს ვერ ამ ესე შეიძლება ნიუტერება იმანინი მხოლოდ ამაშია სხვა შეერაფერს აი ახორცებს ჭრილობის უნაწებრო შეხორცებას მაგალითად ხო ამას ქვია ზვერაბოი უსულო სახელებს ყავდა ცხოვრება და ესე თუ მას ვიღებ თუ იმდან ძლიერია ზისხილის მიღება როცა მას ვთქვა ზოვდა საქონელი ხო ყდებოდა ყოველთვის შავი ფერის დროხა და ცხარი ზისხილებს იღებს ძალიან მაღალ დონეზე მე უკვე ეს რა გადაწყვეტება ეს რაღაც და ხო ზუსტად ხო ან ნუ ეს საფუძვლში ბევრი სახეობა საქართველოში გვაქვს სამი სახეობა მხოლოდ საქართველოშია თქვა ესეთი თეთრობის კრაზანა მესხეთი ჰიპერიკომ თეთრობიკომ პირდაპირ ხო მომავ საქართველოში თან ყველაზე მაღალი ხარისხი ხო და გლერზი ესე თქვა ბევრი რაღაცო გიტლერი თქვა მაროხის სოგელტექრეს ამიტომ აღზამდა თქვა ჯარს დავალება ქონდა პირდაპირ რაღაც ამით მიიღეს ამალი ფლარონერი გადამო შეადონეზე ხო სოფლიოში 165-მდე სახეობა საქართველოში 77 და 16 არის ენდემი მხოლოდ საქართველოში და ქართულები ყველაზე მაგრად მოქმედი მე სა ჩვენ გვამოგწაღ ერთმანეთს უკვე საბადო გვაღვდა ახლა რა ვქო თუ სინთეტურად მივიღე ყველა ის ნივთიერება რა ნივთიერებაც აქ არის მაინც ვერ მეღებ აი რა არის რაც იქ არის ის მოთვა გალის მეღებ აი სათვეს ვერ მეღებ გამარცხული ხა დავხოთ ისე თუმცა ძალიან ბევრი წამდა აი დავხოთ ხო დღემდე სოფლიოში ესეთი იყო კალანხუეს ნაყენი კალანხუე ტროპიკული მცენარეა საქართველოს გამოდა ყველა სხვა თქვენს ბევრს ქონა ხო კალანხუეს ხო ერთმანეთის ფოთლის ექსტრაქტი სპირტ ნაყენი ხო ჭრილობაზე არის უნიკალური საშუალება რომელიც აი ფაქტობრივად გამოიყენება ქირურგიაში დღემდე და შეუცვლელია ხო აი დავხოთ წამალი პლანტაგლუსიდი ეს არის მეორდორღოს ფესვის წვენი რომელიც აღადგენს კუჭის ნურსიმჟავეს ანალოგი არ აქვს რა ბევრი რაღაცა ეკეთ ხო არა გვაქვს მეტერაფერში ნაგურა გაქვთ დღემდე შეუცვლელია შეგვა სასაქონლო სახეს მისცემ მაგალითად ხო კავინტონი წამალი ხო გაკეთებული ქართული მცენარით კავინტონი და დამთვალ დატაბლეტა და მორჩავს ხო დარეგს და უნგრეთში ადამიანი ყოველთვის ეძებს იოლ გამოსავალს რა ხო მე ჩვენ რაღაცა რომ მარტივად მოირჩიო რაღაც ხო ბუნებრივია ყველაფერი მცენარეებს არ შეუძლიათ ხო ეს ახლა დაუნთარდა მედიცინა და სეფსისით დაავადებული ადამიანი და სეფსის სიტუაცია ხო რომ დაიწყო მცენარეებს რა თქმა უნდა შედეგს ვერ იმოდა გარდაიცვალა ხო ამ შემთხვევაში აუცილებელი ანტიბიოტიკის ქირურგიული ჩარევას და ნუ მთელი манипуляცია ხო ეს არის აი ვერ ჩაანაცვლებ დღევანდელ მედიცინას ფიტოთერაპიით ამიტომ ჩვენ ამის გასწავლება არ აქვს არც არის საჭირო უკვე მედიცინა დაიხვეწა უბრალოდ ეს არის მედიცინის ერთ-ერთი დარგი რომელიც შეიძლება გამოიყენოს ძალიან წარმატებულად გვერდხარების გარეშე და თქვათ ავაჭროთ ადამიანს ცხან შემთხვევაში არის ხოლმე რომ ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების დროს თანხლებია თქვათ ქიმიოთერაპიები დროს თუ ბავშვთა რაღაცაა ხო ეს აი თქვათ ელემენტარი ჭირის სამკურნალო წამალი არის უთულესი უმძიმესი გამთვლების ესე თქვათ დამანგრეველი ხო აი აქეთ აკეთებ აბსოლუტურ პრობლემად რა ძალიან ბევრი შეიძლება ჩანაცვლება მცენარეული საშუალებებით რატომაც ეძახიან არატრადიციული მედიცინას და ალპინიკით ამასაც ქვია ტრადიციული მედიცინა ესე ფიქს ჩვენთან თუმცა ტრადიციული მედიცინის დეპარტამენტი ეს მოიხსენება ხო რაღაც დონეზე რა თქმა უნდა ძალიან კარგი რო არსებობს მაგრამ ნუ აი ისე ვთქვათ ექიმების მე ვერ ვიტყვი თქვათ რომ მე სახელმწიფოს ხელი შეაშალოს დღეს ან ცოდოს ეს არა თქვათ ამ პერიფერია სახელმწიფოს მიმართებაში არა აი თვითონ სპეციალისტი ძალიან ცოტას უნდა რომ ისწავლოს რაღაც ძალიან შემოტევადია რა და არაკომერციული შრომატევადია და არაკომერციული კი რა შრომატევადობა რაში გამოიხატება დიდი ცოდნა არის საჭირო აი რაღაც ეს შეხედეთ ხო
მაშინ თუ შენ მაგალითად ადამიანი თერაპია ყველაფერი შენაგანია, თქვა მე დავაკეთებ. თუ სასახად დავქოთ ჩემ სასწავლებლად უკვე შევსვლით, რომ აი დავით ვაშტაძე კონოს დავქოთ მხოლოდ უროლოგიურ სისტემას რა. უკვე აღარ დამჭერებს 10 სცენარი რა, ერთი მიმართულებით წავა რა. ან თქვა კუზნადავს და მაგ შემთხვევაში ყველაფერია რა ეს რაღაცა და თულია ამის მოპოვებას, შენახვას, გადამოშვებას, ამას თავისი ღირებულება აქვს ბუნებრივია და ზოგადად აი ცოტა აგროვებ 10 კილოგრამს ნედლმასა და აშრობ, რჩება სადაც 600 გრამი 1 კილოგრამი მეტი არა. და ზოგადად ამათი მოპოვება, ეხა ამდენი რესურსი არსებობს ბუნებაში ყოველდღე. ძალიან ბევრია კითხვა. მაგრამ მე დავიწყოთ უცხოელო მე ესეთი კითხვა იყო რომ თქვენ ალბათ აზიანებთ ბუნებას და როგორ მოიპოვებთ ამას ინციროს სახეობას, ხო? ძალიან მარტივი თქვა ახლა მე ჩემპიონების სპეციალობით მერაბით პრაქტიკულად მუშაობდი, სადაც 3 წელი ქართლში ვიყავით, 3 წელი ფანაურის ტბაზე, 8 წელი კახეთში ამის ხოლმე რაღაც, ხო? პრაქტიკულად დამოკიდებულებას სურს მეურნეობასთან. აი წარმოდით, ხო? აი რაღაც საქართველოში მიწების სადღაც 60-70% არის სახნავი და სათიბი, სასოფლო მეურნეობა, და მიწების რაოდენობა, ხო? მაშინ სადღაც 2/3-ია საზოვარი და სათიბი, ხო? წარმოდით, ხო? აი რაღაც ფართობზე მოდის ძალიან ბევრი მცენარე ბუნებრივი, გავგინახავ ტყეში ყველა სხვა მიდრებში, ხო? სადაც ის თუ სათიბია, ხო? წელიწადში 2 ჯერ ითიბება. და ან ხდება ძოვება საქონლის, ხო? მუდმივად და მაინც ის და ეგ ესეთი იშვიათი სახეობა თქვა მთელ ფართობზე შეიძლება იყოს 1 ან 2%. ხო? რომელიც მაინც ითიბება და მაინც საქონელი მიირთმევს, ხო? ასე რომ აი იქ მოპოვებული, ჯერ რომ ეს არის სუფთა, საზოვარ სათიბზე სასუქი არ შედის არასოდეს, ხო? ბუნებრივად დამთავრდა და არც ეს არაყენე ფართბუნება და არც მესაქონლეობა და მოაწევასად ხებათ რაც, ხო? თქვა მიდგომა რომ მე როგორ დავა არაფერ დამიზიანებია. ამა 500 ჰექტარზე ხო ეს მაინც გადავზოვოს სხვა მაგაზე რო ხარ ხო რას ვაშავ თქვა 0.1%-ზე სამყარო თანამედროვე ერთი კითხვა კიდე ესეთი თუ არსებობს ეგეთი ფერმები ან რამე კომერციული წარმოება სამკურნალო მცენარეებს და თუ ეგეთი ქონდა ბაზოვე ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შირაკში როგორც იქ ეს გაუქმდა და ეხლა ამის კეთება ძალიან სასახალო რომ კეთება კახეთის თორფების საგარეჯოში რა დაიწყეს და იგივე ეფექტი შეიძლება გქონდეს რა თქმა უნდა ის რა ხდება ძალიან ბევრი მცენარე გადმოტანილი კულტურაში იგივე მოსიძლება რა და ზოგ შემთხვევაში არა მაგრამ ის ხდება აი თქვა ბათუმში იყო უნიკალური ის იყო მაჭარაში იყო ესეთი ვილარი ერქვა უბრალოდ და თამბობს ეს განადგურდა და აღარ არსებობს სამყარო მცენარების ბაზა იყო რა მოპოვების მოგროვების გაშენების ეს იყო რაღაც აი ამის გაქრობა ეს რა გეთხათ რა არაფერი შეიძლება ხო ეს მე ალბათ უნდა თამას საკე მოგმიგმა გადაცემა რა აი რა დაავადებები არის მაგალითად რომელიც ყველაზე წარმატებულად იკურნება მცენარები და შეგვიძლია ვთქვათ რომ რა გავრცელებული დაავადებები ძირითადად გამოწვეული არასწორი კვების რეჟიმით, უხარისხო საკვებით და ემოციური ფონი ეს არის, ხო? შეიძლება ნერვული სისტემა, ყურადღების დაავადება, თქვა, ჭია თქვა ესეთი ბავშვებში თუ დიდებში თანხლები ყოველთვის, გაღიზმნატლავის სინდრომი, холецистიტი, გასტრიტი, წყული, თიკვენ კენჭოვანი, თავის ნერვული სისტემა და როგორ რაღაცა ესე თქვა, თუ ცოტა ხმად მიყვებით ამ საქმიანობას, ხო? უკვე აი თქვა კარდიოლოგმა ნიშნა რაღაც დანიშნულება პაციენტს ხო რაღაც შესაძლოა ბევრი წამას აქვს გვერდით ხარ დაუკარგვეს გვერდით ხარ არ ერთ პრობლემა არის თქვა ასატანი გახოთ მის მედიკამენტს ვიღებ აი დავქოთ ქიმიოთერაპია ლეიკემიების ლეიკოზების შემთხვევაში ონკოლოგიურ პაციენტებზე ხო ქიმიოთერაპიის დროს იმდენად რთული წამლებია ხოლმე რომ ძალიან იცვლება ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ხანდახან წყდება ქიმიოთერაპია ხო აი ამის ფონზე უკვე ზედარის სახე განვაგრძოთ აბსოლუტურად დაუსვიქო. ქიმიოთერაპიასთან მაგალითად თუ ამას პარალელურად გავაკეთებთ? თუ პაციენტის არა ყოველთვის თუ კი პაციენტის ანალიზები თქვა, ქიმიოთერაპიის აუცილებლობის დროს მაგათ ხო ის რაღაც აუცილებელი მედიკამენტი ხო? თუ იქ რაღაცა ჯანმრთელობის რაღაც პრობლემა ირღვევა ღვიძლის ფუნქციები რაღაცა ხო შეიძლება ყოველთვის ჩაასწრო რამე და გახადო ისევე ესეთი მიღებადი ის მედიკამენტი რასაც ანუ მეგობრობა შეიძლება. ძალიან პრობლემა არის. ეს რა მაგარია. რა დავქოთ ვიღაცა იღებს ანტიხოლესტერინული წამოსმოდა ღვიძლის ფუნქციებს სულის ძალიან უკვე ხო გავუკეთო ღვიძლი არ დაზიანდეს ასატანი გახდეს მის ამ მედიკამენტის მიღება რაღაც ეტაპი პერიოდიდან ხანგრძლივად მოკლე დროში ეს ფსიქოლოგიური დაავადებების შემთხვევაში თუ შეიძლება მების გამოყენება როგორც არის დეპრესია მაგალითად და პოსტტრაუმული ეს ცოტა რთული საკითხია ზანგროდ მაგრამ რთული არ ხდება ესე ერთი ახლა უკაცრავად ჩემი ხუმრობით მაინც მიმართა რომ მაგრამ ხომ ნევროზი უკაცრავად არ აქვს ხოლმე ქართლის დედა ძეგლი რომ საერთოდ ყველა საერთოდ დაკლება. მე მგონი იმაზე აქვს. გვიყურებს ამდენი ხანი. ადრე იყო ნევროზის ესე ერქვა სახელი ნეიროცირკულარული დისტონია ზოგადად ტიპის. ეხლა ახალი და ერქვა სახელი მსოფლიოში შფოთვითი აშლილობა. ეს ატყობს ზოგ პაციენტს თვითონ სახელი მოწმ. მე შფოთვითი აშლილობა მაქვს ხო? ნევროზი გააჩნია, შეიძლება იყოს რამდენიმე გამოწვეული ხო? თუ ის არ დავქოთ ეს სიტუაციური დავქოთ თქვა რაღაც
ადამიანს თქვენ ჩამოყალიბ რაღაც შეგარ ოჯახის რაღაც პრობლემა აქვს, ტრაგედიის გამო ამას უჭირდება თავისი დრო მას ადამიანს ყველაფერი გადაიტანოს, მიეჩვენოს ადაპტირება მოხდეს მის უკან პრობლემასთან მიმართებაში. ზოგ შემთხვევაში არის გაუცნობიერებელი მაგალითად, ხო? ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნარკოტიკით არის ძალიან ხშირად ეს ხდება, რაღაც ეს კატასტროფული მდგომარეობა ჩვენ რაღაც და შეგვიძლია მცენარეებით მაგის იმკურნალობა თუ ეს დაავადებები ცოტა ახალია და არ გვაქვს პირველ საუბარს მაქვს შეფასება პაციენტის რამდენად შეიძლება თქვა ამით მიიღოს შედეგი ხო გასაგებ კომანდას მმართველობას და მას ჭირდება ნეიროპათოლოგი ფსიქიატრი ფსიქოლოგი თერაპევტი თუ ფიზიოთერაპევტი გამომდინარე მისი არსებული მდგომარეობიდან და გამომდინარე მისი აი ეს თქვა რა გარემოდან იმ ყავს პაციენტები ამისო ძალიან წარმატებით კი მესმის ახლა რომ ძალიან ინდივიდუალური იქნება ამ შეკითხვაზე პასუხი რომელიც ახლა უნდა დავსვა მაგრამ აი თუ შეგიძლიათ საშუალოდ მითხრათ რა პერიოდი სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ განიკურნოს რაღაც საშუალო სტატისტიკა შეუძლებელია ეს არის გამომდინარე ორი ერთი იდენტური პაციენტი არ არსებობს ისე როგორ უყურებს ფიტოთერაპიას მაგალითად აი ეს თანამედროვე კლასიკური მედიცინა რაც თანაგაგა ჩვენებს აბსოლუტურად მე ხო გითხრა ამასაც ქვია წამა მცოდნეობა ფარმაკოლოგია ფარმაცია ჩემი გაკეთებული მედიკამენტის უმკაცრესი კონტროლი არის ნეფროლოგი. ვთქვათ, მოვიდა პაციენტი იყვის უკმარისობით, ხო? მე ავიღე თავზე პასუხი, რომ მას გაუმჯობეს იყვის ფუნქციონირება, ხო? რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პასუხს შემსებოდება ნევროლოგი, ნეფროლოგი და მეწამყვანი თერაპევტი და თვითონ პაციენტი, ხო? თუმცა მეგონა და არგანით რაღაც არ ხდება, ხო? და ლაბორატორია დამთავრდა, ხო? ან კარდიოლოგი, ან გასტროენტეროლოგი, ხო? შენ ახლა აი ჩვენ მოგცეს მმართველობა დარგის ექიმა რა. აი მინდა თქვა კარდიოლოგი და თქვა გააკეთე წავან, თუ იყოს გათვალისწინებული კოაგულაციაში ნიკოჭის მოქმედება, არ ვიცი ხო. აი ორი ერთად წავან არ კეთდება. ყველა პაციენტს უკეთდება მიზნობრივი პრეპარატი, ხო? ამას თქვენ აკეთებთ? კი ბატონო, თქვენ. თქვენი ცოდნიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა. ინტუიციის როლი არის ამაში საერთოდ? ძალიან. ეკოთ ინტუიცია ეს ყველა სპეციალობას აქვს, რომელიც დაგეცავნა ხო მედიცინას და ფიზიოთერაპიას, ეს არის პაციენტთან ურთიერთობის ხანგრძლივობა და თქვა მომდობ ახალი პაციენტი ხო პირველ საუბარს უკვე მოაქვს, შენ ხვდები მაგალითად ხო? ჩემი დებიზია ხომ რაღაცა ის რომ ექიმო მემჯერა თქვენ მეუბნები ძალიან კარგი მოსვლა, მაგრამ თუ მე შედეგს ვერ მივიღებ, ჩვენ დაჯერება დაგეკარგება პირველ კვირაში ხო? მე არ მიყავს ხო ძალიან ჩაგონების კურნალობა, გადასაც უნდა გასაგებია მჯერა, მაგრამ შედეგი უნდა იყოს მოკლე დროში დამთავრდეს ხო? აიღებს ანალიზს არაფერი იმაზე დიდი არ არის ექიმისთვის, როცა პაციენტი ხდება კარგად. თქვათ აიღებს ანალიზი და რა კარგი გაუმჯობესებული სტაბილური მდგომარეობა ეს რაღაც ეს არის ყველაზე დიდი როგორია ეგ შეფასება? ნუ ამის ამას გამოცემა აქვს საერთოდ რა ასე რა. აგერ ფაქტიც გვაქვს. უშუალობაზე იყოს, იმაზე იყოს, ავსათას რაღაცა. ჩვენი ოპერატორიც მოგირჩენიათ. ნუ ასე და ხო რაღაც 20 წლის წინ. კი ბატონო. ანასასწორებელს თუმცა ალბათ არის რაღაც კატეგორია ვინც ალბათ მე თქვენ ვერ გაუმართლებ აი მედი არ შეიძლება ექიმებთან არ არსებობს მაგალითად ხო მიუხედავად იმ დიდ არის ხო თქვა მე მივიღე შედეგი ამ ექიმთან ხო მე წუნა თუ არც ერთ ექიმთან რომ თუ შედეგი გქონდეს ხო გამოროცხული მე მოსწონს და მაგრამ როგორ შემთხვევაში ხდება ხო და ვქო რაღაც პაციენტმა სათანადოდ ვერ ჩამოაყალიბა თავის პრობლემა აი კურნალობის ხო დიაგნოსტიკა არ არის სწორი ან თქვა რაღაცა მე ჩემ თავზე ვთქვა ექიმი ვერ მოусუნა სათანადოდ ხო ყველაფერი ხდება ეს ხო ჩემი მეთოდი ეგეთ რაღაცა პაციენტი ჩემ პაციენტს მითითება დამრეკეთ 24 საათის განმავლობაში მე წერო პასუხობ ყოველთვის რაღაც უკიდურეს არ არის და შეგვიძლია იცი აი მეთოდიკა დავქოთ რაღაც დაავადებაზე გავეცვა წამალი ხო მიიღო თქვა 1 კვირით 2 კვირით ხო მე რაღაც პერიოდი მის ისვენებს აუცილებლად წამლებისაგან როგორ შენარჩუნდა მიღებული შედეგი და სტაბილურად არ დროებით ახლა არ იყოს დროებითი ეფექტი. აი იმის მიხედვით კეთება შემეკურს უკვე ეს არის თან კურნალობა, თან დიაგნოსტიკა. ერთ-ერთი გამოკვლევა რო გეტყვის იმას, რომ პაციენტი მე უკვე ესე ვარ. გამთავრდა მორჩას. ვერაფერ მოიტყუებს თავს ესე. თქვენი საყვარელი მცენარე რომელია? თუ ой, ბევრია. გამოცანი. ბევრია, ეგეთ ამეთო. მაგას ვიცი მაგკითხავს სხვა ხომ. აი თქვა არის როგორ რაღაცი, თქვა 10 მცენარე რომელიც გამოიყენება ყველაზე ხშირად. ესე რა, ყველაშიც გამოიყენება. თქვა შეიძლება ვიყოთ თავშავა, ბარამბო, კრაზანა, ფარსმანდოკი, ორკბილა, ვარდკაჭაჭა, ნეგო, გვირილა, ავიცი ეს თქვა არის მათ ერთეულები, საერთოდ შეიძლება დაჭერდეს წელიწადში ორჯერ, მაგრამ თუ ის არ აკავს, შედეგს ვერ მიიღებს. სახელმდებებიც როგორი საინტერესოა, ანუ გვაქვს ჩვენ ქართულ კულტურაში ხო ამათი რა თქმა უნდა, ქართული მაგას არის უნიკალური წიგნი მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონი. ჩემი მოგვარი. მე მისი მოგვარი უბრალოდ. ასე უნიკალური საერთოდ სოფლიოში უნიკალური წიგნი. იქ არის რაღაც მითითებულია ქართულ
ლათინური, ქართულ-რუსული, მე ჭანური სინონიმები, აჭარული, მეგრული, იმერული, გურული, კახური, რაჭული. თქვათ, ედეგემთან თქვათ, კახეთში ხოა სხვა სახელი, აჭარაში სხვა, გურიაში სხვა, ქართლში სხვა ესა და ეს არის უნიკალური მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონი. დიდი შრომაა ჩადებული. უშო მე სიტყვარე, მარტოთხელს ხო ჩვენ მას ხომ არა, ეს არის რომელი სიტყვარე, კატასტროფული ის არის ჩადებული. აი ესეთი რამე არსებობს უნიკალური მცენარე, რომელიც შეიძლება ყველასთვის კარგი იყოს მაგალითად თუ მიიღებს. კი, როგორ არის. მაგალითად. გლერძი მაგალითად. გლერძი. ასტრაგალუს ფოლკატუს, ესეთ ნაგვისებური გლერძი, რომელსაც გვერდხარ პრაქტიკულად ნაკლებად აქვს და ნუ ეს არის უნიკალური საშუალება. გლერძი, ორომანდი, თქვათ ახლა ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, აი თოფზესულეს არის მაგალითად, ხო? დაფუძნებისაგან გამოიყენება, გვერდხარ ნაკლებად აქვს. ვარდკაჭა აჭარბენ, თუმცა ვარდკაჭაზე ფშაქრას ზონეს და თქვათ ინსულინი დამოკიდებული პაციენტზე საფრთხე მისაღებია, რაღაცები მაინც ხდება რაღაც, ხო? არის რაღაცას, ხო, ზოგადად რაღაც კი. რა საყვარელია, მერთო ჩემო, ძალიან დიდ სიყვარულს რო გზნობ მათ მიმართ ეს რაზე მიანიშნებს. ბატონო. ეს რა საფქო, როგორ მიიღება საერთოდ წამალი, ხო? გადამოშოება. ეს გააკეთა ქართულმა საფქო. ტოლული კალსი არის ჯუნგლეთ 85 არის, გენერატორით არის, ხო? რო ფხუნის ტოლული გვაქვს 300 ევროდან და აცხელებს. ეს ისე ფხუნის არ აცხელებს, ცივად ფხუნის რა. ერთი წუთი არ მქონდა მას ხო შეხედე გახდა ეს თუ გავაგდელებ დავხნა სამის დაადევი ხელი ახლა ოდნავ არის თბილი ესე ვიტამინი არ მომიკვდა გენიოსეს კაც გააკეთა ხაზა ცივი დავხნა აი შეხედე თუ მივყვან აი ამ დონეზე მტრის დონეზე ხარ შეხედე ახლა დავხონი წამ გავაგდელი დავხნა შენ გახდა ეს უშვებ აპარატში ხო ახლა ადლე პროგრამას როგორი ტაბლეტი გინდა მწვანე ლურჯი ყვითელი გძელი და მოხსენ ყოლოფ შატუჩი დაყოლებს ყავს მორჩ ესე ყველა წამანა შექმნილი მე რომ გაკეთდეს ფორმულა გამომჟღავნე მე მიიღებს სინთეზურად ამ ბუნებაში მოკლა ეს ყველა ნახე უკვე კეთდა ასე ფარმაკოლოგი საპარატი რომ მქონდეს 10 წუთში გიკეთებს 60000 ტაბლეტს აი სპეციალური აპარატი მაგრამ თითქოს როგორც მიზან ორიგინალ რა ლურჯი მწვანე ყვითელი გძელი ესა და მოხსენ ყოლოფში გავუკეთებ და აყვავს ახლა და ამას ეხლა თქვენ როგორც მითხარით ნაყენი უნდა გავაკეთო ჩაის. ეხლა მოვაკეთებ თავს. მაგრამ ამას ნაყენის გამოში შეხედეთ თქვა ახლა მე გამოვშვა თქვა წამალი რაღაც პრობლემები და გამო ხო? ხო. მე შემიძლია თქვა აი ხო დავფრენი ბალახი. ერთი აი თქვა დავფრენი და გამოვშვის ეს ახლა სხვა შემთხვევაში ამას სახში პაციენტები მეტწილი ხარშავენ და მოთლებით ინახავენ მალცივარში, ხო? თუ მაგალითად დავფრენი და გავაკეთე ერთ ჩაის პაკეტებში და ასხონდუღარად წყალს და დააყოლე მასე რა, მოხდა. გამარტებული ხო? დავპრესეთ მოქცე კაფსულაში. ამგვარად დავაყოლებ წყალს. ხო? იგივე ეფექტი ექნება. დავაყენო შეიძლება სპირტი დავასხა და გავაკეთო სპირტნაყენი. მაგრამ ეს არის სპირტნაყენი, მაგრამ ხო ამას სხვა რაღაცა გაკეთებული წამალი. როგორ და მაგალითად მაგარი ეს უთანა შემიძლია დავაყენო ზეთზე. და მაგას კაფსულებზე თოვან. რა ფორმაში გადავიყვან რა? საფრთხეს ვეუბნები შენ როგორი სასაქონლო საკითხი მოქვს, როგორ გიჩვენია შენ გაკეთება. გემოვნებაზეა დამოკიდებული. არა, მიღების ფორმა ვიყოს გამარტო თან შეინავსო და შემცველობა. შენ მიეცარ ფორმაში უნდასწრო ხალხი ხო? ეხლა დაყენებული სპირტი ხო? და შედეგი იგივე მექნება, კაფსულაში მივიღებ თუ ნაყენში იგივე შედეგი მექნება? მაგრამ არის რაღაც დავადებ, რომელსაც ჯობია წყალ მოხარშული იყოს, თუ ეს არის რა. სულგი ყველა ფორმა შეგიძლია მიც. ამ ხელას იკეთია, ყველაფერში მოქცეული, ამ ხელას იკეთია ბიცო. ან ყველანი თავისი ისტორია ექნება. კი, რა თქმა უნდა, კაცო. პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმი გაქვს. რა თოხი, მაგალითად თოხია წამყრით, აი გავუკეთა ფანოში, ზააწერა სახელით, ამათ რაღაცა, ნახე ნახშები გაკეთდა თოხის. რაღაცა განწყობა მოგცეს, აი ლამაზი იყო, თოხი კი არ იყოს მარტო რა. კაი ხარ და მოსო. შეხედე როგორ უმაჩუქურთმა კოპები გააკეთო, ეს არ გაიგე, ეს ესთეტიკა, აი ქართული ესთეტიკა. ეს ფარმასპირებსაც არ აქვს, რა, ის სილამაზედაც არის, ხო, ეს ბუნებაში. კი, ჯინი შეიძლება მოფრინდეს. მომავალი სად არის? ამის არანაირად მომავალი არ არის.
მე მარდუგო ტრაგედიას არავის ამესწავლა არ უნდა, იმიტომ რომ რთულია, თქვათ ბავშვი დაამთავრა შვილს ხო? ნუ ეხლა ირბინოს ბალახი შოოს რაღაცა რატო კი მარა ხო? მადლობა ძალიან დიდი და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. საოცარი ოთახია, უკვე სამკურნალო ოთახია და ძალიან სასიამოვნო იყო აქ დროის გატარება. წამალი ყველა კარგია, ქიმიურ და თუ შეიძლება დროზე თუ არის ხარისხიანი და თავარია სწორი დიაგნოზი, ისე თავიდან საწყის სწორი დიაგნოზი. თუ ეს ამას გავთვალისწინებთ, შეიძლება იყოს ყოველთვის ძალიან კარგი.